ჯგუფი გამოძახილი მოგვესალმება სიმღერით. მოგესალმებით. მოგითხარი ნახე მეთქი ეგენი რომ მომენ რას უზავენ სოლისტი ყავთ ისეთი თქვა რომ აბა აი ხა გვითხარით როდი შეიქმნა ეს ჯგუფი შაკო ლაპარაკობს ხოლმე თემასთან დაკავშირებით და შაკო ითქვა ძალიან ბევრი განიცადა ცვლილებები თავიდან ესე ვთქვათ მე ვიყავი ერთ-ერთ ანსამბლში ამ სადაც გავიცანი ერთი ბიჭი ახლა რომელიც ვაკლია ჩვენი ანსამბლის წევრი მოვიკითხავ რაღაც მიზეზებიდან გამომდინარე არ არის ახლა ჩვენთან ერთად და ანუ ისე მოხდა რომ ის ანსამბლი დაიშალა რა და შემოვჭით მე და გიო ანუ დუეტში გვიწევდა რა სიმღერა არ ყავდა ანუ მესამე ხმა ბანი რა და მე ისე მოხდა რომ გიომ გაიცნო ბექა და მოეწონა ანუ ბექა ეხა შესანიშნავად ღეროს მას ვერაფერს დაუწუნებ და გვიმღერებს აუცილებლად ხომ ანუ ვიყავით ჩვენ სამი ანუ ჩვენი მეგობრები გვეხმარებიან ხოლმე ანუ დოლი გარმონი ბას-გიტარა და ანუ ერთი სიმღერა იყო ჩემი დაწერილია ის სიმღერა ანუ საჭირო იყო რომ გოგოს ემღერა იმ სიმღერაში და ზიებაში ვიყავით გოგოს და იქ ანი როგორ გაიცანით? ანუ გიო იცოდა ანუ ჩვენ არ ვიცნობთ და გიო მითხრა რომ ერთი აი გოგო არისო რომ აი მაგის ხვას რომ მოისმენო დამიჯერე სხვისი ძებნა აღარ დაგჭირდებაო და ჩავწეროთო ეს სიმღერაო და ისე მოხდა მარტო არა მარტო ის სიმღერა ჩავწერეთ იმ სიმღერის მერე დარჩა ანი ჩვენ. ანუ გავიცანი ესენი საქონლო ღონისძიებას ერთი საქონლო
მისებაზე ვიყავით და ვის ეძღვნებოდა თუ არ გახსოვს ეს? არ ვიცი, ვიღაცას ეხმარებოდნენ, ზუსტად არ მახსოვს. რაღაც გოგო იყო მახსოვს, მაგრამ ვის ზუსტად სახელდაგარი არ მახსოვს. და გავიცანი იქ, ანუ გიორგის ვიცნობდი მანამდე და იქ მითხრას რომ ესე დუეტის ჩაწერას ვაპირებ და გვაკლია ხმა რაღაცა. მოვისმინე სიმღერა ძალიან მომეწონა, ბიჭები ძალიან მომეწონა და ბოლოს შევჭი ამასავს. აი რატომ გამოძახილი? ხო, აი ძალიან საინტერესო. გამოძახილი დაახლოებით ახლა ისეთი სახელია, რომ აი გამოძახილი თვითონ ისე ჟღერს. აი როგორც ქართულ სულთან არის ასოცირებული და როგორც ქართული სულის გამოძახილი რა. ანუ მანამ სხვა სახელები გვერქვა რაღაცეები, მაგრამ ანუ ჩვენი მეგობრები რაღაცებში გვეხმარებოდნენ და მოდიო არ ჯობიაო რაღაც ჯგუფს დავარქვათო, რაღაც ქართულთან უფრო ახსოვსები იქნებაო და ანუ ერთი სიტყვა იყო რაღაც ქართული გამოძახილი, ქართული სულის გამოძახილი რა და მაგაზინში შეერჩა გამოძახილი. თეა საინტერესო და განსაკუთრებით ეს კითხვა. ხო, იმიტომ რომ მითხრა გამოძახილი. ვინ? ხო და ვინ არის გამოძახილი? ხო გაგვიცანი. მე გამომიძახე და გარსევები და რა. არა, იმიტომ რომ ქართულ ენას მე ცოტა ცუდად ვარ. და მაინც ვინ გამოიძახე? რას მომბლებოდა და მე სახელია. ეგ არის. კაია. აი რა არის თქვენთვის მუსიკა დღეს? ჩემთვის მაგალითად ჩემთვის ახლა ვინაიდან რადგანაც ბევრ რამეზე მუსიკის გამო და სიმღერის გამო ეს გამომიწია ძალიან ბევრ რამეზე თქვი არის სიმღერის გამო ამ ჯგუფის გამო კონკრეტულად და შემიძლია თამამად ვთქვა რომ სიმღერა, მუსიკა და ეს ჯგუფი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ჩემთვის ყველაფერია ეს ჯგუფი. რავი, კიდე ბევრ რამეს დავთმობ ამ ჯგუფის გამო რა. და სიმღერის გამო. რამდენად დიდ დროს უთმობ მუსიკას? აი, დღეში ხო არის 24 საათი? ამ 24 საათიდან რამდენი საათი ეკუთვნის მუსიკას ამ ჯგუფს? და საერთოდ თავისუფალი დრო გრჩებათ? თავისუფალი დრო ახლა გვაქვს როგორც ნამდვილი მუსიკოსები ხო? დილას ვიღებთ სიმღერით. სადღაც სახნა გამომაქტებს სიმღერი. მეც ეგრე ვარ სახში. დილით თողო დაიმონზე. კაია, ძალიან გამახუძარა. კარგი სიმღერი. სიმღერა მასალა დედა ან მასობილი ან სამწუხაროდ და სულ უბრალოდ ვღეროთ აკაპელა მელოდია სახლში. ღეროდით და სულ მეუბნება და დედამ მყავს მთიული, ისწავლე ფანდური და ბოლოს ნუ ჯგუფის რო ჩავჯექი, მე ვისწავლე. ეხლა გაჩვდი. ანუ 24 საათის განმავლობაში 24 საათი მღერი? კაი, 24 საათი სულ არის, იმიტომ რომ არის თუ არ მღერი ვუსმენ მაინც. ან სოციალურ აუცილებლად. მე ისე ვარ რომ თუ ჯგუფთან ერთად არ ვარ და ყავს კიდე მეგობრები ვისთანაც ვსხერი ვარ ტაძარში ვგალობ. რომელ ტაძარში გალობ? მე ვგალობ რაკეთილში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია. და მან ვგალობ და თუ ამ ხალხთან ერთად არ ვარ, ჩემთვის ახლა როცა მარტო ვარ, ან მომღერებთან ერთად როცა არ ვარ, ღერი. ან მღერის ან ლექსებს წერს. ან ლექსებს. ვაიმე, ლექსებს და რომელი წლიდან რამდენი წლის იყავით როცა პირველად დაწერეთ ლექსი? მე ლექსებს არ ვწერ, უფრო ტექსტს წერ მუსიკისთვის. ანუ ლექსი ხო, ან თუნდაც ტექსტი. არ დავუბრალებ იმას, რომ ლექსებს წერ. ხო, ანუ ტექსტებს წერ, ანუ როგორი რაღაცაა ხა სულ თითქმის როცა წერა ვისწავლე, ჩემთვის რაღაცებს უჯღაბნი იქნება. ჩაინახატებს აკეთებდი ხო? ანუ ეხლა ჩემთან ვარ რამდენიმე რვეული, სადაც ბევრი რაღაც მიწერია. და ანუ რაღაც მელოდია რომ მომაგონდება, მე უკვე იქიდან გადმოვიგებ იმ როლს, აბა ეხლა რომელი მოუხდება ამას და იმის მიხედვით და ზოგადად ეხლა ალბათ აი ერთი რაც მახსოვს რომ მე-5 კლასში ვიყავდი და აკეთებდნენ იმას კედლის გაზეთს. და მაშინ იყო რაღაც თემა საქართველოს ქვეყნის ტაძრებზე. აი ერთი მახსოვს რომ მე-5 კლასში დავწერე ან იმებზე ლექსი და იქ იყო კედლის გაზეთში ჩაფრული ეს ლექსი. მაგაზე უფრო ადრე არ მახსოვს. შენ ბექა? მე
მე ესეთ სიტუაციაში ვარ, ხშირად არ მომდის მუზა. მაგრამ ძირითადად ჩემთან არის მუზა. აი რა შემთხვევაში. ძირითადად შენ მიდიხარ მუზა მოდი. არა, ჩემთან სულ ჩემთან არის, ჩემშია მუზა. მაგრამ ყოველთვის არ ვწერ. ნუ ლექსის წერა როგორც მოგეხსენებათ მარტივი არ არის. რაღაც გარემოებები რაც გაწერილი. კი ბატონო, თუნდაც წვიმიანი ამინდი, რომანტიკული. იდნენ, აბა გადავიდეთ მე. პოეტები უფრო დაახლოებით რომანტიკასთან ახლოს არიან და ეხლა წვიმა რომანტიკასთან ახლოს არის, თუნდაც წვიმიანი. აი, ამინდსაც აქვს მნიშვნელობა. რა ვითარებაში ხარ, გარემოებაში ხარ, სად მიდიხარ. მაგალითად ერთ-ერთ კონცერტზე მიდიოდით გუდამაკაში და გზაში დავწერე მთაზე ლექსი. ანუ როგორ მომიხერხდება და რა მომიტანს იმ მუზას და რას გამოვითარებს ამ ყველაფერს. ჩოხელზე არის ხო ეხლა. ჩოხში? ორში ხო არა. ხო და რა ვიცი ეხლა მე მომდის ხოლმე ძირითადად გამოვიწერ ხოლმე ლექსებს ჩემთვის. პირველად რამდენი წლის იყავით როდესაც? პირველად ვიყავი 16 წლის, როდესაც მე ლექსი დავწერე და მაგალითად ეხლა სხვა ლექსები მოგდაწერე, ზეპირად არ ვიცი უმეტესობა. მაგრამ პირველი ვიცი. პირველი დავწერე. აი რა მახსოვს ხო ისე? კი, მახსოვს და ცოტა იმარდა. თუ კიდე ბოლო წელი. როგორი ლექსია, იცი? რაღაც რაზე იყო? სიზმარი ქვია ლექს. ცოტა ესეთი სიტყვებია, რომ თეას აინტერესებს ძალიან, ხო? უნდა წაგვიკითხო. ბოლოს არ გიჩვენთ, ამ მე რო ლექსი წამაკითხა, ის არ ღირს ხა. პედაგოგიაში არ ღირს და. მოდი, თუ გნებავთ, წაგიკითხოთ ამ ლექს. სიზმარი ქვია ლექს. დავიძინე და სიზმარს ნახე უბედურება. ნახე თუ როგორ ჯოჯოხეთმა კარი გამიღო. სასიხარულოდ მემხვდა წილად ბედნიერება, სიზმარში ვიყავ, ისე ვნახე თუ იქ რა იყო. ვითომ მაღლიდან უყურებდი ჩემს ძვირფას მშობლებს, რომ დასტიროდნენ ჩემს გაციებულ მოლურჯოც ხედარს. მე ვხედავ ჩემცოს თუ როგორ უვლის, ჩემ შვილებს ობლებს, იგრძნობს ჩემს უსს უნდა რომ ნახოს, მაგრამ ვერ მხედავს. ეხლა გიამბობთ რა გადამხდა იმ სიბნელეში რაღაც ანათებს გამალებული. იქ კაცი ვნახე მოხუცებული, ჩიბუხით ხელში მითხრა რომ მე ვარ ამ სიკვდილით გამარჯვებული. ყველაფრის შემდეგ გზად შემომხდა გრძელი ბილიკი. ბილიკი მიდის შავ დაბურულ დიდუღრან ტყეში. ამ ბილიკს მისდევ, მაგრამ სად მივალ ნეტა ვინიცის ბილიკის ბოლოს მიაღმოჩდი დიდაღარმა ხევში. ხევში მე ვნახე ჩადიოდა გძლად კიბეები. ეს კიბეები იყო შავი მარმარილოსი. ჩავედი ვნახე თუ რა იყო კიბის ბოლოში ეგ უზარ მაზარი საფლავის ლოდი. როძე დაუჯექი დაღლილი და შეშინებული. უეცრად ვნახე იქ რაღაცა კარების მსგავსი. გავედი კარში, ნახე სახლი აშენებული. ამ სახლის კედლებს ამშვენებდა სულ მწვანე ხავსი. სახლში შევედი, გადაღლილი გადაკანცული, ბუხართან იჯდა თლად ჩავებს ჩაცმული კაცი. კითხა, მოხედი, მე კი უსმენდი სულგანაბული, მან შემომძახა გელოდებოდით მარტოობაში. მითხრა, მოდი აქ, ვილაპარაკო ჩვენს ცხოვრებაზე, მე კი მივედი და ჩამოვჯექი მისავე გვერდით. დაღლილი ვიყავ, არ ვიყავი საღგონებაზე, გული შეიქმნა დატყოვებული უეცარ სევდით. მალევე მივხვდი, რომ თვით სიკვდილს ვესაუბრები, ემასე ვებრძოდი, მაგრამ უეცრად ეს ბრძოლა დაოთმე. მივხვდი, დავმარცხდი, ვერას გავხდები მე მის წინაშე, მე კი ვოცნებობ, რომ ამ სახლიდან როგორმე გავქრე. სიკვდილმა მითხრა, აქ იყავი და ჩემთან დარჩი. მე უპასუხე, რაღა უყო, მეგობრებს სახლკარს. მან შემომძახა, გაგიშვებდა ყველაფერს მორჩი, მაგრამ იცოდე კიდევ ერთხელ მოგკითხავ ამ სახლს. გამომეღვიძა შეშინებულს დაგამწარებულს, არ მჯერა ეხლაც რომ გამოველა ამ სიზმარიდან კარი, კიბე, ხევი, ტყე და გრძელი ბილიკი, სულს დავივიწყო, არ მომდის ახლაც თავიდან. ვაუ. რა და რამდენი კითხვა შეიძლება? და რამდენი წლის წინ დაწერე ეს ლექსი? მე ახლა 23 წლის ვარ და 16 წლის ვიყავი რომ დავწერე ეს. 7 წელი გავიდა და ისე მაგრამ მე რა კითხვა გამიჩნდა თეა იცი რატო ისეთი ვინმე დაკარგე რომ ეს მზამობიდეთ ეს ცოტა სხვანაირ თემასთან ასწრებული დაკარგვასთან და ადამიანის ვინმეს დაკარგვასთან არა ნუ უბრალოდ სიზმარია და
იმ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული, რაც სიცოცხლის იქით ხდება. შაკო, ნუ იცინი ხა. ამას რაღაც გააცემა აღკარად. რა შენ ხო არ გვეტყოდი რამე ლექს? არა, გითხრა. ჯერ მოყვება ახლა და იმელად მე და გიოს რომ მოგვასმენინა. ხო. ეს სიმღერა ლექსი რომ გითხრა. პირველი რეაქცია რა იყო? გიომი რომ რამდენი ხანი გეძინა. ეგო რამდენი ხანი გეძინა. 4 საათი ვეჭი. 4 საათი სიზმარი მაისა რამდენი წამებში ხდება, მაგრამ არ მძინებია ეს ისე დაუწერე ეს ლექსი, არც იზმაში მინახი ეს ყველაფერი და არც არაფერი. ეს არის ნამდვილი სიზმარი, ეს ნამდვილია. თქმას ჯობია, ჩემს ტექსტზე დაწერილი სიმღერას ვიმღერებ, ტექსტის და მუსიკას ხო ჩემი. აბა. გისმენთ? თელი ყურადღებით. მაპატიეს. ძირითადად როგორ ავართ ახლა შაკო წერს ტექსტებს და მუსიკებს თავის სიმღერები. ჩვენ ჯგუფი ისე არის რომ ჩვენ ძირითადად კონცერტებზე რომ გამოვდივართ და გადაცემებში რომ მონაწილეობთ, ძირითადად ვღერიბავთ ჩვენს საკუთარ დაწერილ სიმღერებს. და ტექსტებს წერს შაკო და მე.
და მუსიკებსაც ამე და მე და შაკო მე და ვეგა და მუსიკებსაც არანჟირებას ანუ თავის ტექსტებს მელოდიას მე ჩემს ტექსტზე, მაგრამ ეხლა დღეს მქონდა ერთი ეგეთი მცდელობა, რომ ტექსტი იქნება ამის და ახალი სიმღერა იქნება და მელოდია. ანუ დავწერე ახალი სიმღერა, რომლის მუსიკას ჯერ არ მაქვს მოფიქრებული და შაკვას აქვს მუსიკა მოფიქრებული და ტექსტი არ აქვს და ეს უნდა ერთმანეთს ესე ვთქვათ. რა თქმა უნდა ჩვენ ისე აი ვისე ვარ თუ ერთმანეთს ავსვით ყველა. რა დაბა რას გვეტყვი? რა ვიცი გაჩუნდა. всё? თუ ვინც ახსენე. არა მე თუ კითხავ ადამიანის უშეყარებული უნდა იყოს, არა აქვს მაგას მნიშვნელობა, ეხლა გოგოზე იქნება თუ ბიჭზე, ეგრევე თუ მამაზე. ადამიანის უშეყარებული უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ეს მართალია. თავარია ბიჭზე არ იყო შეყვარებული. არა, ბიჭზე გააჩნია სიყვარულსაც. შეყარებული, შეყარებული, მაგრამ შეყარებული. რავი, აბა რა თქვა ეხლა? მიჭები ვარ. მიჭები ვარ. ეს ახლა განსხვავებული ბიჭი. შემთხვევაში ბექაზე და გიოზე ვიგულისხმო. ანის არა, ხო? არა, ბიჭები. ბიჭები ვიგულისხმო. არა, ეხლა ეს სიმღერა რაც სიმღერეთ ეხლა რო თქვა რომ ისე დავწერეთ, ხო ისე არ დაწერილა სიმღერა. არა, სამწუხაროდ ისე მოხდა რომ ეს ანუ 1 წლის წინ მაქვს დაწერილი და 1 წლის წინ რატომაც დავწერე ისე აღარაა ეხლა ყველაფერი რა. გასაგებია. და იმედია მოვა ახალი მუზებიც, იმიტომ რომ ახალი გოგო მოვა ანუ. იგი წავა და სხვა მოვა. დარწმუნებული ვარ, ახალი მუზა მოვა, ჩვენ მანამდე რეკლამურ ჭრაზე უნდა გავიდეთ და მოგწერეთ. მუსიკალურ ჭრაზე უნდა გავიდეთ და მოგწერეთ. მუსიკალურ. მუსიკაზე მოკლედ უნდა გავიდეთ, მანამდე მოგწერეთ ნომრებზე 95-313, 95-315. ხო. ან ისევ შეგვიძლია დაგვირეკო ნომრზე 290-36-33. მუსიკა. ეთერში ვარ. დაგიგულოთ ტელემაყურებლებო. მოკლედ, ჩვენ ახლა უნდა ვილაპარაკოთ სამომავლო გეგმებზე. დაიწყე და გავაგზავნე. მე და წვა. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება. არის კონცერტები. მაისში გვაქვს ვართ მიწოვლები რუსეთში ფესტივალზე. და ვნახოთ იმედი გვაქვს რომ შესრულდება ეგეთ და წავალთ. ჩვენ ვართ ნიუსტერში ორგანიზაცია ესეთი, შესაძლოა თაუნაბერიძე. და ეს ყველაფერი ემსახურება, ანუ საქართველოს ფარგლებში ტექნომეტ გასტროლები. გასტროლები სხვადასხვა ადგილზე, მაგალითად გქონდა რუსთავში. რომელმაც აი ყველაფერი კარგად ჩატარდა, მართლა ორგანიზებულად იყო ყველაფერი ჩატარებული. და რა ვიცი, ახლა იგეგმება გაზაფხულისკენ ქუთაისში. გაზაფხულისკენ? ხო, ზუსტად არ ვიცი, გაზაფხულისკენ. იქნება თუ როდის, ანუ ამ წელს დაიწყება ქუთაისი. და ის ალობით რომ ანუ ეს პროექტი დააფინანსა ანუ რამდენიმე კომპანიამ, გვექნება აი როგორც შევძლებთ ყველა რეგიონში კონცერტი და რაც ყველაზე მთავარია, ანუ ეხა თამუნაბერიძის ხელმძღვანელობით, ანუ ნიუსტარსის ჯგუფები მივდივართ რუსეთთან და უკრაინაში. ან კიევში სავარაუდოდ გვექნება კონცერტი, ეხა მიდის ზუსტად მაგაზე მსჯელობა და რაღაცების განკურვა. ანუ ნიუსტარი და ნიუსტარის შემადგენლობა მიდიხართ. და რამდენი ხართ აი ამ შემადგენლობაში? თუ არ ვწდები 10-15 ჯგუფია. როგორ გაიცანით თამუნაბერიძე? თამუნაბერიძე. როგორ მოხდით ნიუსტარში? ანუ ადრე ტარდებოდა საქველმოქმედო კონცერტი. ჩემი მეგობარი ირაკლი თელავიდან არის და ეგ იცნობს სამ ადამიანს. თამუნაბერიძეს. ამ თბილისში ტარდებოდა ეგ საქველმოქმედო საღამო და ჩემი მეგობარმა ჩემი ნომერი მისცა, რომ ჯგუფი არისო.
გამოძახილიო და უთხრათო გამორინე კონცერტზე. მაქედან გავიცანით ამონაბერიძე კონცერტზე გავადი ჩავატარეთ საქველმოქმედო კონცერტი და ამ დღის მერე ამ მოვეწონეთ ძალიან და ამ დღის მერე სულ რუსთავში არა ცუდად არ გვიღერია საკო კონცერტის აპარატურის და ეგ არ თემას მანდილი რამეთეთ მან მაგ კონცერტზე გავიცანით ამონაბერიძე და შემდეგ მეგობრობთ ახლა გაგზელდა ჩვენი მეგობრობა და შემდეგ იყო უკვე ეს პროექტი ჩამოყალიბდა ეს New Stars-ი და მაგ პროექტთან დაკავშირებით ჩვენს ერთად ავართ ახლა და ერთად მოვწეროთ ამ პროექტში. სამწუხაროდ ჩვენი საეთერო დრო იწურება და იმედი ერთ სიმღერას კიდე შეგვისრულებთ. კი ბატონო. არა. დიდი მადლობა მოსვლისთვის და წარმატებას გისურვებ. უკაცრავად ცოტა ლაპარაკობ. არა, გვესწრაფ ყველაფერი თავი ეთმეს გავაგებინოთ რას ლაპარაკობ. ხო და რა ვიცი, ჩვენი საეთერო დროც ამოიწურა, დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ ჰოროსკოპზე თუ რამდენად წარმატებულად თუ არა წარმატებულად დაიწყო დღევანდელი კვირა. ძალიან კარგი სტუმრები ყავდა ჯგუფი გამოძახილი, რომელმაც ძალიან დაგვიმშვენეს გვერდი და ეთერი და რა ვიცი, გემშვიდობებით. ხო, ჩემი დასაწყის დრო ამოიწურა, მაგრამ ახლა კიდე მოვლენ მეორე წყვილი და დარჩით აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ეთერი იქნება და 6-მდე ისინი თქვენთან ერთად იქნებიან. კარგად.